უთხარი? დიახ, მე და ამიკომ გადავწყვიტეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დავეხმაროთ, დიახ, დავეხმაროთ ნარკოტიკებთან ბრძოლაში, აუცილებლად და გავანადგუროთ ჩვენ ნარკოტიკები, აუცილებლად. დედა, ნუ. აჰა, აი თქვენ ამიკო თქვენ დასანახat, ყველამ კარგად თუ დაინახოთ აი ესე. ამ ნარკოტიკულ ნივთიერებას გაანადგურეთ ცეცხლში, გადააგდე. ჩააგდე. არც დაფიქრდე არაფერზე. აი ესე, ყველაფერს გავანადგურეთ აბსოლუტურად. როგორ შეიძლება ეს საზიზღრობა? ფუ. ხო, ესეც გადააგდე. ეს ჩემი. გადავაგდებინე. აი. მოდი, იცი რა ვქნათ. გადააგდე ორივე. რაღაცა მეორე მე მჩატადა. ისა, მოდი ამასაც გადავაგდებ პირას. ცოტა. და ესე დაიწვას ყველა ნარკოტიკული ნივთიერება. ვიდგებით ბოლომდე აქ, სანამ ბოლომდე არ დაიწება. გონიათ სადმე წავალ? რას ზავს? დაიწება. დაიწუება რა არის? ой მე დედა. ბიჭო, კარგია რა იწება. ბიჭო, ეს რა ქვია? გვანადგურე. მოიცადე. აი, იწება. ბიჭო, იმეს არის რომ გამოვართო და კიდე გავანადგუროთ, კაცო. ყველაფერი. უნდა გავასად. რასაც აი ნადგურდება და ნადგურდება. ვაუ, ბიჭო. კი. მე გეტყვი ეს ისაც ქონდა ბოლოს ეს მოგლეთ ის ვიდეო ყველაფერი კარგად აი დაიწვა და ძალიან გთხოვთ ვინმეს თუ გაქვთ კიდე ნარკოტიკული საშუალებები გამოვიგდოთ ჩვენ გავანადგურებთ ყველაფერს მე და ამიკო ყველაფერს გავანადგურებთ ყველაფერი მზად არის. მაშინ ვიწე. Julieta! მოვედი შენ საიბანკ. შენი არ ყოფნის და სიყვარულის ნიშნად ხელსაყოთი გადმომიგდე. შენი პრიორიტეტი არის ფეხბურთი. მედიობას განცდით. როგორც მომავალში როგორც გალამაზა ქუგაისი, როგორც გალამაზა ბათუმი, ისე გალამაზება ჩვენი საჯარო. შვილო? აქ რა საკეთებ? გამიწერ თქვენ საათზე. მე მეგონა მეგობართან იყავი 13 საათინო. ვისთან ერთად ახარ? ვინ ახარ ასეთი? ვინ ვარ ასეთი? მე ვარ შენი ველური კატა. შენი ცხოველ გამეთე. მოხის მალი, ბორჯომის წალი, ბათუმის ბულვარის ხაშურამდე დაგრძელება. არის ჩვენი გამარჯვება. ხოც შემა გამოაცხადე რა და აგიხსენ როგორ უნდა გამოაცხადო და გამოაცხადე მე ხო ამიხსენი რომ არის ხო ანუ ხო არის დღეს ჩვენ შოუში ნახავთ მზად არის ხო ეს მე გამოდი ესე ჩვეულებრივ როგორც გახარ ეს ოდნავ წინ გადიხარ ჩემზე წინ აქედან ეს დადიქე ხო ესე ცენზე წინ გამოდიხარ და ამბობ თქვენი შოუს სცენაზე მინი სცენები აჰა არა ეხა აღარ გინდა ეხა მე ხო გავაკეთე მე როცა იქ მე გადაცემა ხო მაგო ბენდობი მე და
მინისცენა ჯეოსტარი. და მე ვიწყებ ათვლას 5 4 3 2 1 და შემოსულია 30000 ზარი და მაყურებლის გადაწყვეტილებით დღეს პროექტ სტოვებს დღეს ჯეოსტარ სტოვებს გიორგი მარშანია. არი ნერვიულო გიორგი, ყველაფერი კარგად იქნება. გიორგი, ნუ ნერვიულო. გიორგი, არი ნერვიულო. შემდეგი მინისცენა კურდღლები. ზალიკო მე ახლა ვიმყოფებოდი კურდღლების ერთ-ერთ ბუნაგში. რომ იავნანამ რახლა გურიაში. ქედოიე, აფაგარცა! ქედოიე! აფაგარცა! ბეკაბარო მოგიდასა და წაგებარ თურქეთს და მედროი ძალაბადა ყურბუხაშო წაგებარ ბეკაბარო მოგიდასა ქედოიე, ქედოიე! იანა ვარდონა აი ბაღანა ვერ სრობს? შემდეგი სიტუაცია კონკურენტების სუპერმარკეტში. სიტუაცია პოეტი და მძარცველი. დროზე ფული! ყველაფერი რას გაქვს? დროზე! დამშვიდით ახალგაზრდა, მე თქვენი არ მეშინია. იცოდეთ, ჩემი იარაღი, ჩემი კალამი. რა ეს მიეთმოედები ფული დროზე? რას გაქვს ყველაფერი? მომენტი ძალიან საფათ. ჩაწიოთ იარაღი, ჩემი იარაღი, ჩემი კალამია. შეხوار უბერა ფული ბიჭო, ორმო გამდენი თუ ფული მომენტი. არგი. ამით იმაშინებ? ფული! ხომ გეუბნებოდით, ჩემი იარაღი, ჩემი კალამია. სიტუაცია ფრალი მამალი ბრუნდება სახლში. ციცო, მე მგონი სტუმრები მოვიდნენ და მამალი დაკალი რა.
სიტუაცია ამერიკული ბარი. Hello, boys and girls. This is Texas, and I'm to play the rock country music for you. Yeah. And please meet the legendary country singer John McAllister. Yeah. John, how are you, man? Fine. Oh, Jessica, you're looking so good. Yeah. John, what? please sing the public what public loves. Okay, Ladies and okay. gentlemen, John McAllister. Yeah. Hi, everyone. Yeah. It's kind to saddle to the hill. No, John. What are you doing, John? Well, it's a John, good what are song. you doing, man? It's a good song. I know. No. Really This good. is my bar. Yeah? I'm playing the sing song. What my Okay. public loves. Do you understand me, John? Okay. Ladies and gentlemen, John McAllister. Okay. Pay up, crumble. Crumble. what? What the fucking shit, man? Are you good song. stupid, man? This is really Are good you song. stupid, man? Crumble. No, John. John, this is my bar. I'm from Texas, and I want to down Mississippi line, color of the fucking shit. Yes? Please sing the song what my public loves. Okay, Ladies and gentlemen, John McAllister. Okay, take it easy, man. Take it easy. You have to be dropped and go. I'll be waiting, knock that door. Ready to John! go. Now What what? are you doing? Now what? This is really good song and public lust. Please shut I'm a up, John John. McAllister. I'm a fucking John McAllister. Do you know John McAllister? What is? Do you know John McAllister? I don't know you, please. This is my bar. Please sing what public loves. The fucking shit, man. I need your fucking money. I don't need your fucking money. Okay. Don't need your fucking money. This is my bar. This is my bar, John. What? What? Why not to know? Yeah, there's a good John. song. I don't know. I know what is a good song. Okay. Crumble, cut in the jaw. Get out of my bar. Okay. You must sing Okay, what I will my sing. public Okay, loves, okay. man. This is Mississippi Line. Do you understand me? Okay, take Ladies it and easy. gentlemen, John McAllister. Take it easy, man. Take it easy. Ladies and gentlemen, let me know something. It's your will, mister. Yeah. Arose chagi quansta. Great, John. I know what Great, public John. I know what public I'm a fucking John. შემდეგი მინისცენა ქიმიის გაკვეთილზე. ბავშვებო, გაჩერდით, ბავშვებო, გაჩერდით! ბავშვებო, გაჩერდით! გაჩერდით! მაჩიტიზე ვინ გეკითხება? შენ ხარ მასწავლებელი თუ მე? ამას უყურე. ხვალშობეს მოიყვან. გავაგზელო ჩვენ. მინისცენა დუელი. ხუთი ნაბიჯი გადავთვალოთ. კარგი. არ ჯობდა ეხლა ერთ წესროლ და სხვას დაეთმო? ხომ გადარჩებოდა ორივე ცოცხალი. ეხლა კი ორივე მკვდარია. მინისცენა გვასწავლის. დათმე და მოითმინე და ყველაფერი კარგად იქნება. აი, კარგია. ძალიან კარგი. მართლა. კომფორტზე ზრუნავენ ჩვენი მეგობრები. ჩვენი მეგობრები ზრუნავენ. ხო. კითხვა მაქვს შეთა. რა კითხვა? რა არ უხდებათ ქალებს? აი პირდაპირ. შენი აზრით აი რა არ უხდებათ ქალებს ხო? ვიპარაკოთ რა. კაცურად ვილაპარაკოთ? კარგი. აი რა არ უხდება ქალებს? მკერდი. კერდი არ უხდება ქალებს? ხო. რას კერდი ხო? დისკომფორტს განვიცდი რა. შენ პირადად. ხო, აი მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის ქალებს არ უხდება მკერდი დისკომფორტი. აი ჩახუტება რომია დავუშვათ რომ ვეხუტები, ახლოს მინდა მიწვა მიშლის ხელს. ხან დიდკერდიან ქალებს ლაპარაკით ვარ. პატარა მკერდიანი კიდე ხო? თითქოს ხელს კრავს, ხო, აი რაღაცა, ხო, არის რაღაცა ისეთი მაგაში, კი. ჩემთვის მაგალითად ქალებს არ უხდება ჭიპი. ხოცა რატო არ უხდებათ რა, ყველა ქალს აქვს ახლა ჭიპი. ხო, მაგრამ არ უხდება ახლა რა არის, მოდი ხარ ხელი და უჭირე, აი. ვასაიან მოიფიქრა საერთოდ რო იქ რაღაცა მოდი ხარ ხო ესე უცები რაღაცა არის ხო რაღაცნაირია მოდი ხარ იდე ფანსე ჭიპი ხო ასე კიდე რას ფიქრობ კიდე რა შეიძლება რომ არ უხდებოდეს მოვიფიქრე აი უეჭველი ვიცი შენ სამოს მაგას და ძალიან ბევრი ფიქრობს მაგას ხო აბა მრგვალია
ბიჭო, ეგ არის რო უხდებათ. სხვა რაღაცაზე გეუნები. რა. საჭე. საჭე უხდებათ? არ უხდებათ. საჭე ხარობს არ უხდება, გააღიზიანებს. კი. ვეჭხუბებიან, ვითომ? კი. ისე დადიან. ხო? საჭე არანაირად. ხომ მძღოლი ხარ, ხო იცი? არა, ამას დაკავშირებით რამე გვაქვს ჩვენ? გვაქვს. დღეს ყავს სტუმრად ჩვენ ადამიანი, თქვენ შოუს. სცენაზე გამოვა ადამიანის სტუმარი, რომელსაც ყავს მანქანა, რომელიც არის მძღოლი, ასევე. მაშასე მივესალმოთ უმშვენიერესი, ულამაზესი სალომე ბაკურაძე! როგორ ხარ? არაჩვეულებრივად. ძალიან მიხარია, რომ შენ მოდი ჩვენთან გადაცემაში. აი, ძალიან მიხარია. გეთაყვანებით, გეტრფით, კეთვით. ძალიან გაგვიხარდა რა თქმა უნდა რომ მოხვედით ჩვენთან გადაცემაში. მართლა მოხარული ვარ, ძალიან რომ მიყვარხარ, ხო იცი? თქვენც მინდა ითხრათ, მე ეს ადამიანი ძალიან მიყვარს. ყველას უყვარს, სალომე ბაკურაძე. ხო, ყველას გიყვარს, სალომე ბაკურაძე. კიდევ ერთი ადამიანი მინდა ეხლა სცენაზე მოვიწიო, ჩვენი ულამაზესი, უმშვენიერესი სალიტა! მოდი მეგობრებო, დავუთმოთ ამ ადამიანებს თავის საქმე იციან, რაც მოხდა. იციან, აუცილებლად. შესავალი იცით, არ დაგავიწყდეთ. მაშასე, აბა თქვენ მაშინ იცით. ძალიან მოხდა ორი სალი, ორი სალი. გავგანდით? შვილო არ გავლასათონ ცდილო სადა გაქვს თვალები გამაგიჟებენ ეს ქალები ჩქარა დადიხარ ქუჩაში ტვინი არა გაქვს მაგ თავში რა გინდა საჭესთან ქალი მე ვიცი კუხნაში საბუთები ლეიტენანტი მაგრაძე გაჩერეთ წესების დარღვევაზე თქვენ გადაყვეთეთ ღერძულა ხაზი კინაღამ დაგეჯახა დიდი კამაზი დადიხარ აფეზარა და თანაც ანცობ ვა 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 შენის არა ხარ კაცო მაპატია წეღან ვეღარ გიცანი უცებ ძალიან მაგარი ხარ შენ სიმღერებს უსმენ დიდი მადლობა ესე იგი გვიშვებ და ჯერ იმასაც აღარ დაგვიწერ პირდები წესებს ვისწავლე უკეთ მეწყვილემ ჯარიმა დაწერა უკვე მადლობა პატრონს დიდი მადლობა პატრონს მადლობა Mais დიდი მადლობა პატრონს მადლობა პატრონს დიდი მადლობა პატრონს მადლობა პატრონს Mais დიდი მადლობა პატრონს მოდით
ყველამ ერთხმად, აბსოლუტურად ყველამ ერთხმად ვაღიარებთ ეს იყო ძალიან კარგი. არაჩვეულებრივი. სინამდვილეში მე სალომეზე მინდა ვთქვა, რომ არაჩვეულებრივი მწოლია, ძალიან კარგად ახავს. მოგებულიც და თავიდანვე მაგას. ძალიან კარგად. ამასაც ამას ხაზი უნდა გაეცოს. ყველაფერი უნდა ითქვას. ხუმრობა. და კიდევ ერთი ძალიან დიდი მადლობა ისევ შენო გვეწვე ჩვენ გადაცემაში ძალიან გვიყვარხართ, გევშտობებთ. აკა. კარგად. დაიყარგეთ ხარ. აი ხა ვნახოთ როგორ შემიშლი გამოცხადებას. მოიცა რა გინა, ამით იგნორ შემაშინო? ფრთხილად იყავი რა. ფრთხილად იყავი, გაფრთხილე. მოიცა ამასთან ვიყო ფრთხილად, თორე თუ მე გამოცხად მიკბეს დაბგლიჯა, სურათურა შემეშლიდეს ამის. ანუ იჩენ იმედი ქონდა მე შენ გაფრთხილებ რომ ფრთხილად იყავი თქვი. მოდი შეთან. უთი. შეგიძლია გახსოვდე რა. ერთ-ერთ პროვინციულ დრამატულ თეატრში წარმოადგენდნენ სპექტაკლს რომეო და ჯულიეტა. სპექტაკლის მსვლელობის დროს თეატრს ფიცრები დატვირთული სატვირთო ავტომობილი მოადგა. ამ დროს კი მუშები ისვენებდნენ. ფიცრების გადაზიდვა კი თვით მსახიობებს მოუწიათ, უშუალოდ სპექტაკლის მსვლელობის დროს. აქ იმართება ბალმასკარადი, არის სტუმარი 10,000. ამ მასკარადზე შეხვედრა შედგა რომეოსა და ჯულიეტასი. მერკუციო! ამ ორიდან ჯულიეტა რომელია? არ მინდა გაწყენინო, მაგრამ აკეთა! თქვენ ყველაზე ლამაზი ხართ. რატომ იმსახურე ეს კომპლიმენტი? ჩვენს გარდა აქ არავინ არის სხვა ქალი. ამ საღამოს ჩემს საიმანთან გელოდებით. მერკუციო მოვკურცხლეს. საღამოს შებინდებულზე მათ ერთმანეთი იხილეს, ვერავინ ვერ შეაფასებს ამ ტრაგედიის სიმძიმეს ვაიდე ნაწილი. ჯულიეტა! მოვედი შენ საიბანთან. შენი აქ ყოფნის და სიყვარულის ნიშნად ხელსახოცი გადმომიგდე. აქ ყოფილა ჩემი ჯულიეტა. ჯულიეტა, მე შენთვის საჩუქარი მაქვს. ვაი, მე რა სილამაზია. პორტრეტი. მოდი ერთი ეს აივანი დაბიჭირებ, ნახო როგორია. ვინ არის ამ პორტრეტზე? თქვენ ჯულიეტა. ვაი, მე როგორ მგავს. დიდი მადლობა. რა შეფი საჩუქარი? აივანი დამიჭრეთ ის. ჯულიეტა. რა საჩუქარი? აი, ღმერთო ჩემო, საათი. მე ამას კედელზე ჩამოვკიდებ. არა, მაჯისა. მაჯის. ღმერთო ჩემო, როგორ მიხდება? უკანა ჩამოკლეს! ოჩახ, თეატრის დარაჯის გვეხმარება გადაზიდვაში. წავიდეთ, ჯულიეტა. აქეთ ფიცარი, იქით ფიცარი, ის ბოდიში. ისე ვაგრძელებ ამ ამბის თხრობას,
ხელში მიჭირავს ფიცარი 2, გამთენიისას დუელი შედგა მერკუციოს და ტიბალტს შორის. მერკუციო! ჩემს და შენ შორის ეს დუელი გაიმართება! რისთვის ტიბალტ? რისთვის? ცოტა ზედების არ მაცობ. კარგი. უფლებას გაძლევი იარაღი პირველმა შენაირჩიო. დიდი მადლობა გითმობ შენაირჩიე იარაღი. მე დაშნას ავიღებ. მეც. ძალიან კარგი. თავი დაიცავი! დამჭრეს! უკანასკნელი ძალებით ამ ფიცარსაც გავიტან. მე გზას გასწავლი. ვაიმე! მერკუცია მოკლეს ჩემი მეგობარი. ღმერთო ჩემო, რა გვეშველება ეხლა? რა გადაზიდავს ამდენ ფიცარს? აი! მე და კიდევ რამდენი დარჩა? მე ამდენს ვეღარ გავუძლებ. საწამლავი მაქვს და დავლევ. ჯულიეტა რა შედი? ჯულიეტა, ასე დროს იქნებოდა ჩემი დატოვება. ჯულიეტა, მეც დავლევ საწამლავს. ოღონდ მე ამ საწამლავს განსხვავებული სასმისი დავლევ. დიახ, განსხვავებული. რომეო! ეს რა დაგემართა? მეც მოვიკლავ თავს, დავლევ საწამლა. არა, პრინციპში მე ხო უკვე მტარი ვარ. მერკუციო, რომეო, ჯულიეტა! მოუნდათ მიწევს დასვენება. თითქოს დამთავრდა ამბავი, რა უნდა მოხდეს ამაზე მეტი. შვიდად ნუგძინავთ ადეთ ბიჭებო, დასაცლელია ახლა ცემენტი. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ისე გრძელდება ჩვენი გათამაშება და ვნახოთ დღეს ვინ იქნება იღვლიანი, ვის გაუმართლებს მე იყვალი და ვინ გახდება ყველაზე მთავარი პრიზის მფლობელი დღეს. ნახეთ უამრავი ზარი შემოვიდა, უამრავი ფურცელს თქვენ ხედავთ. ძალიან მაინტერესებს ვინ მოიგებს, მართლაც ძალიან დაძაბული. მოდი კიდე დავატრიალოთ, რომ უფრო დაიძაბონ ჩვენი მაყურებლები. ძალიან მომრავლდა ჩვენი აბონენტები, კომპტნის აბონენტები. 342, ესე იწყება ჩვენი ინდექსი ჩვენი 342. ეხლა დადგა ის არა კიდევ ერთხელ უნდა დავატრიალო რომ ვინააც სარეგონოს რომ აქ რაღაცა ისი არის გაკეთებული. მოდი აი მე უკვე აი ხელი აი რომ არავის არაფერი არ აქვს ნახე აი აქ რო არაფერი არ მაქვს მართლა ეხლა რა სისულელია. აბა მიდი ცოტა აურია ესე ამოიღე რომ რაც დარჩება ხელზე აი ეს რო აიღო. აი მე მგონი არა ეს თუ სხვა არა იყოს ამას ავიღებ ისე. აი ესე? აი ესე აი ჩვენი გამარჯვებული აუცილებლად დავრეკავთ. უნდა დავრეკოთ აუცილებლად. დავრეკოთ. ეხლა დარეკე. არც ერთ ციფრს არ ვასახელებ ჩვენ. ესეთი არის 3 4 3 ეგ არ არის სამიანი არის ეს. 3 ესე არ ეწერება? არა ბიჭო რა 3 ესე. ხო თუ ისე 3 4 2 ხო 3 4 2 ორჯერ აუკრიფე მოიცა. ნუ ამბობ 3 4 2 ეს ინდექსია. 2 2 5 0 0 8 9. აი ეგ ბედნიერი ადამიანი რომელიც ალბათ ხა სიხარულისგან გადის. დაიღოს ხა. ნუ დაიღოს აუცილებლად. თუ გვიყურებ, თუ აუცილებლად აიღეთ. აუცილებლად აიღეთ. ალო? ალო. გამარჯობა. ალო, გამარჯობა თქვენ ხართ ყველაზე, რა ვიცი, ბედნიერი ადამიანი, ალბათ მე თქვენ ემოციას ხვდები უკვე. ალო, უკვე იმდეს ნიშნავს ალბათ გიყურებ. თქვენ გესმით ჩვენი ხმა? მოიგე. ისა ტელევიზორი გამორთეთ თუ არა ჩვენი ხმას იმეორებს, რე? მოიგე. ბატონო. ისა ზურალეკიაშვილი და ირაკლი დებულიძე გვინდოდა. დიახ, მოიგე. თქვენ ხართ ზურალეკიაშვილი და ირაკლი დებულიძე? მოიგე.
მოიგეთ კი არა სცენაზე გამოდით დროზე. თქვენ მოიგეთ სცენაზე გამოსვლა. ზურა ლეკიაშვილი და ირაკლი დიდებულიძე თქვენი შოუს სცენაზე. გამარჯობა ზურა. გამარჯობა ირაკლი. რა არის რა ხდება? რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ დაჯექი. დაუჯდები, მაგრამ სკამი რო არ არის? რა სკამი არ არის, მე როგორ ზივ? არა, შენ გააქვს სკამი. ხო, მაქვს და ვზივარ კიდევაც, შენ დაჯექი. სად დაუჯდი არ არის სკამი? შენ მე გამაგიჟე, ხაბეს რა არის? ეგ შენზი ხარ მაგ სკამზე. ხო, ვზივარ, დაჯექი შენც. არ არის სკამი, როგორ დაუჯდე? შენ მე გადამრევ, ეს რა არის? სკამი. გაიმეორე. სკამი. ეგრე რა, დაჯექი. შენ სკამზე დაუჯდე? რა თქვი? შენ სკამზე რატომ უნდა დაჯდე? აბა არ არის სხვა სკამი. რას ქვია, რა სისულელს ამ არ არის და არის? აქ საერთოდ ერთ სკამზე მეტი არ არის. მოკლედ ჯდები თუ არა? არ არის სკამი, როგორ დაუჯდე? დაჯექი და არისო? ვერ დავჯექი, იმიტომ რომ არ იყო. დაჯექი. ეგ შენი სკამია. დაჯექი. შენი სკამია. დაჯექი, იჯექი. ვიჯდები. იჯექი. მე როგორ დავჯდე ახლა? მოგითხარი არ არის სკამი მეთქი. აი ხო ხედავ ახლა. ეგ შენი სკამი. ავა მაშინ მოვიტან ჩემს სკამს. სად იყავი? სკამი მოვიტან. ძალიან კარგი დაჯექი. სად არის? მახსოვს რომ მართლა მოვიტანე. ხო და მართლა დაჯექი. არ არის სკამი, როგორ დავჯდე? მოიცი, დაგსო. ო. ნუ მეყუდები ოღონდ დაჯექი. როგორ დავჯდე აბა, ჩაიწიე მაინც ცოტა. კეთყვი, ცოტა მოხლებში მოიხარე. კიდე მოიხარე. კიდე? დაჯექი. გადი რა. კიდე მოვიტან სკამს. დაჯექი, ხო არის სკამები? ახსოვს რომ ორი მოვიტანე, ხო? დაჯექი, ხო არის სკამები? დავჯდები, მაგრამ რომელზე დავჯდე? გინდა იმაზე დაჯექი, გინდა ამაზე დაჯექი. არა, ამაზე მინდა, მაგრამ ეს რაღაც მინდა. მაშინ გაიტანე ერთ-ერთ. ხო, მაშინ ამაზე დავჯდები, ამას გავიტან. თუ გინდა ეს გაიტანე, იმას მე წამოვიღებ. არა. ორივეს მე წავიღებ. მაშინ მე ამას წამოვიღებ, დაიცადე? დაიცა, დაიცა. მე რაღაცე დავჯდეთ. სად მივდივართ? კულისებში. ხო და კულისებში დავჯდეთ. კარგი. ძლივს. ვიღაცებს ეგონა რომ მე აქ არ მოვიდოდი, მაგრამ მე მაინც მოვედი და მე ვდგავარ ჩემს გვერდით. მე მოვითხოვ რომ ეს სისხლის მსმელი მეორე წამყვანი წავიდეს, დატოვო საქაურობა და წავიდეს. გესმის? კი, კი. მეგობრებო, ეს წამყვანი მამცირებს, მირტყამს. Წამს! წავიდეს, წადი, 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 წადი. 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 მაშასე, თქვენ შოუში, თქვენი მიშა.
მოგესალმებით. მე ახლა ვიმყოფებით თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სადაც მიმდინარეობს საფეხბურთო მატჩი საქართველოს საბერძნეთს შორის. და მე მაქვს ინფორმაცია, რომ სულ მალე ამ მატჩს დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დიახ, მიხეილ სააკაშვილი მოვა დღეს სწორედ ამ მატჩზე. და აი მე კადრში ვხედავ, რომ ის უკვე მოემართება. დიახ, ქალბატონო პრეზიდენტი უკვე აქ არის და ის მოდის ჩვენსკენ. რა თქმა უნდა, ის არ მოდის, რა? დაუძახეთ, მოვიდა. მოგესალმებით ბატონო მიხეილ. როგორ ხარ? კარგად, უკაცრავად როგორი განწყობა გაქვთ დღევანდელი მატჩის მიმართ და საერთოდ რას ფიქრობთ ქართულ ფეხბურთზე თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ, რომ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, მნიშვნელოვანი დღე არის, იმიტომ რომ მთელი ერი დგას ერთად, მთელი ერი დგას ერთად, რომ დავამარცხოთ მეტოქი და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხა. რაც არ უნდა, თქვა, წავაგოთ, ეს იქნება ჩვენი გამარჯვება. ამის გამო მინდა გითხრათ, რომ ქართულ ფეხბურთს შევარდნაძის დროს საერთოდ არ ექცეოდა ყურადღება, ხა ელემენტარული ბურთი იყო გაპარტახებული, აი ესეთი გაპარტახებული, ჩაჩუტული ბაბონები ქონდა ბურთს. და საერთოდ არ გამოიყენებოდა თამაშის ნაკლატკა თუ რაღაც ქონდა და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს რადიკალურად შეიცვალა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ადამიანებს ეთამაშათ ფეხბურთი მრგვალი იდეალური ბურთით და ეს არის ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ანუ ეს არის შევანაძროდნენ, ეს არის ჩვენი ხელისუფლებაში. მე მგონი არის ძალიან განსხვავება და ესეთი რაღაცები ადამიანებმა არ უნდა დაივიწყოთ ესეთი წინსვლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მე რა თქმა უნდა აქეთ რომ მოდიოდი სხვათა შორის ძალიან კარგი ხასიათზე ვარ, იმიტომ რომ შემოგხვდა ზინედინ ზიდანი. შემოგხვდა ზინედინ ზიდანი და მითხრა ბატონო პრეზიდენტო, განცვიფრებული სახით მეუბნებოდა ბატონო პრეზიდენტო, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს საქართველოში ფეხბურთი არის ძალიან მაღალ დონეზე. გამიღიმა და კისერზე გაიჩერა ბურთი. აი ეს არის ძალიან კარგი და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. და მე რა თქმა უნდა გავიქცევი სადაც ჩვენი ქართველი ერია, ჩვენი საყვარელი ერია, იქ გავიქცევი და ეგ წავა. კარგად ხართ. და მე არ მოდის სა? და მე ახლა ვხედავ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიემართება სტადიონზე, სადაც ის შეხვდება ქართველ გულშემატკივრას და გაამხნევებს მათ. ყურადღება, ყურადღება. როგორ ვხედავ საქართველოს პრეზიდენტი მიემართება სტადიონზე, რომ მიმართოს გულშემატკივრას. სააკაშვილი! დავიდე, დავიდე. რეალურად ხდება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც და ხორციელდება, იმიტომ რომ ძალიან კარგი არის ჩვენთვის. ერთიანი და ძლიერი ჩვენთვის. ხო მე მგონი აქედან გავაკეთე და იქიდან გავაკეთე. ხო? მიმართ, ხო მე მგონი. მედია სულიერ საქართველოს მიესალმო. საქართველოს გაუმან! 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 მოექა კარგია. მედია იმათო საქართველოს ფეხბურთელს. როდესაც თქვენ მეტოქეს დააქცევთ, წამოაყენეთ, ბოდიში მოუხადეთ და დაბატიჟეთ მესტიაში, აჭარაში. დაბატიჟეთ, რათა ჩვენი ტურიზმი განვითარდეს. სხვაგვარად არ შეიძლება. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიხარდება ფეხბურთი, ჩვენი პრიორიტეტი არის ფეხბურთი. მე პირობას გაცემ, რომ უახლოეს მომავალში როგორც გალამაზდა ქუთაისი, როგორც გალამაზდა ბათუმი, ისე გალამაზდება ჩვენი საჯარო. და საჯაროდან ჩვენ წელში ვარაუდობ, რომ აღჭერდება უკრათანამედროვე ტრამპოველი. და მე მინდა გითხრათ, რომ თავისი განკარგულება, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზრდა გაჩნდეს ტრიბუნებზე. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ზესუგირის გამყიდვარები აღარ დაიბეჭდებიან. ეს არის ამიტომ. ასევე მე მინდა გითხრათ, რომ იგეგმება ჩვენი საჯარიმოდან მეტოქის კარამდე უკრათანამედროვე ავტობანის მშენებლობა. რათა ძალიან მალე ჩავიდნენ ჩვენი ფეხბურთელები და გაიტანონ გოლი. ეს არის ჩვენი საამბიციო. ქუქი ადრე მაყურებელი ისროდა უთხოვებში ნავით პოლიეთილენის ბოთლებს. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვისროლოთ თანამედროვე ადგილობრივი რესურსით, ადგილობრივ მედრეულზე დამზადებული ბოთლები. ეს არის საამბიციო. ქუქი ადრე ჩვენი სპეცსტაზი იყო უსაქმო და არაფერს არ აკეთებდა. ჩვენ ჩამოვიყვანეთ უცხოეთიდან 20 შარიანი ადამიანი.
20 შარიანი ადამიანი მივა სპეცსასთან გააბრაზებენ და სპეცსასი დასახლება ექნება სამუდამოდ. მენდა მეგობრებო მოგმართოთ. ერთია საქართველოს გაუმან? 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 აი, წავიდეთ ეკა გამარჯვებისკენ. ისკენზე მოსჩიდი ჯამდა ვიდრით შემოვიდანე ხვეშ გამოგარომდეს ვინო გამოგიყვანეს და რატარგინა შავიადეს ისკენზე მოსჩიდი ჯამდა ვიდრით შემოვიდანე საწნახელში გაგადადეს ვინო გამოგიყვანეს და წამოვიდა? წამოვიდა პირაო, რასადა? ვახ. ცოტა. რა არის? რა არის? თაკო. ვინა? თაკოსთან გავერთე რა. თაკო? რა უცნაურია. ჩემ შეყვარებულსაც თაკო ქვია. ის თამუნა ქვია და უბრალოდ თაკოს ვეძახით, თორე ესე თამუნა ქვია. ხო, ჩემ შეყვარებულიც ეგრეა. თამუნა ქვია, თაკოს ვეძახით, არა. დაგანახტო აქ არის დარბაზში. აი, ახე. პირველად პაემანზე. ნიკუშა, გოგოს ხვდები პირველად პაემანზე და მასწავლე რა ვქნა, ინტერნეტით გავიცანი. ამ გოგოს ხვდები პირველად თუ საერთოდ გოგოს ხვდები პირველად? გოგოს ხვდები პირველად. მეც ეგრევა. ისამ, ხო, არა, გამოცდილი ვარ, მას საკითხი შევეს მოგცემ, პრობლემა არ არის. მინდი ამოიღე პასტაფურცელი, მინდი. თავიდან ეხა რა, გოგოს უნდა აგზობი რომ ხარ ნამდვილი ვაჟკაცი რა და ეუნები რომ თუ ვინმე გაწყენინებს რომ სახეს გაუხევ რა. ამას ეუნები მე წვირმანები რაღაც აღარ დაკონკრეტები და ესა კაფეში დავპატიჟე. კაფეში ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კაფეში რო პატიჟე ეგრე უნდა შეუკვეთო მწვადი რა, მწვად შეუკვეთავ, მე მოდის ოფიციანტი და გეკითხება საქონლისას აიღებთ? არა ხორს. ნუ თუ ხორის არის, მაშინ საქონელს იღებს რა, იღებ რა. ხო კიდე ეხა გოგოების ამბავი ხო იციან 1000 უაზო და ისეთი ისტორიის მოყოლა რომ საერთოდ არასაცილო, მაგრამ ძალით უნდა გაიცინო რა. ძალით გავიცინო. კი, ძალით უნდა გაიცინო მაგაზე, ხო. ნუ კიდე ეხა გოგოს ფსიქოლოგია დაგისვას მილიონ შეკითხვას ყველაფერზე, შეიძლება დაგისვას რომ მაგათად რა მუსიკას უსმენო რა. შენეთქვი ქუჩის მუსიკოსები, იმიტომ რომ პრესტიჟულია. ქუჩის მუსიკა პრესტიჟულია, კი. ეხა დაუშვა და გოგომ რამე შემოგთავაზა, ეხა მაგის ნაკლები შანსი არსებობს, მივხვდი ეხა რაღაც შემოგთავაზოს გოგო, მაგრამ თუ შემოგთავაზა, მოხდა სასწაული შენ პირიქით რა, ეუნები რომ მე მაქვს უკეთესი წინადადება რა. უკეთესი წინადადებას მოდი ჩემთან ავიდეთ სახში მუსიკა, მარტინი, თუხთუხი რაღაცა შენია გოგო გამიგე, ხო კიდე გოგომ თუ გითხარ რომ შენ ვინ ხარ ასეთიო? აი მანდ უკვე ეხა მე ვიცი რა გოგოს ფსიქოლოგია, მანდ უკვე აი ესე იგი გოგოს უეჭველი მოწოხარ, ვინ ხარ ასეთი გოგოს უეჭველი მოწოხარ და კი რატომ მუზე პირიქით აქტიურდები რა, მოწოხარ გოგოს რა. ვინ ხარ ასეთი ვინ ვარ ასეთი და ეუნები რომ მე ვარ შენი ველური კატა რა. შენი აგვირახსენი ლომი ხო, მოდი გიჟო მამასთან, მოდი რა, მოდი გისთან, ამას ეუნები რა და ეგ არის.
ისა ლექსი რომ ასწავლო მაგარი რაღაცა რომ ლექსები ეხა ძირითადად მე არა მაქვს ლექსებით ისა მაგრამ დაგიწე და SMS-ით გამოგიზავნე ეხა არა მაქვს უბრალოდ კარგი ხო SMS ეხა კიდე თუ შემთხვევით გოგო ცუდად გახდა რა ეხა პირველადი სამედიცინო დახმარების წესებს გიხსნე ამბულაცია ეს ყველაფერი მესმის რა გიხსნე თუ შემთხვევით ცუდად გახდა ეგრევე წყალში ეცხამ სახეში რა ეგრევე წყალში ეცხამ სახეში კარგი ო გარდა ამისა გოგოს იცი გოგო რა არის თუ წასვლა დააპირა მუხრებს უნდა დაუჩიკო და უნდა უთხოვო კიდევ ერთი შანსი მომეცი არ ნებდები რა არ უშვებ და მაგრამ კიდევ ერთი შანსი მომეცი რა და ბოლოს შეიძლება კითხოსო წავგვე მივდივართო წავედითო შენ რა უნდა კითხო ჩემთან ავიდეთ ბაიჩი თუ შენთან ავიდეთ ბაიჩი და ამი დავთორებ რა ფარაკს რა წავედი მე მეჩქარება და მესიჯი მომწერე იცოდე ხო თანომ რეგენი არ შემეშლება მე ესენი არ შემეშლება ხო თანომ გამარჯობა როგორ ხარ მამა ჩემო მომიშალა ნერვები არ მიშვებ და ძლივს გამოვეპარე იცი რა თუ ვინმე გაწყინოს იცოდე რომ სახეს გაუხევ დღეს ვიყავი სალონში მოგწონს ჩემი ახალი ვარცხნილობა გავარკატუნას არა ხორს რა არა მაშინ საქონელს დღეს ცოტა ცუდ ხასიათზე ვარ ჩემი ძმა მოყვა გუშინ ავარიაში და შემეშალა შენ ჩემამდე ვინმე ყოლია? მე კი ქუჩის მუსიკოსები ისა საღამოს რა გეგმები გაქვს? ბებოს წლის თავია და მთელი ოჯახი სასაფლაოზე ავდივართ. მე უკეთესი წინადადება მაქვს. ჩემთან ავიდეთ, მარტინი დავლიოთ მუსიკა, ტუხტუხი. შვილო? აქ რა საკეთებ? ღამის 11 საათზე. მე მეგონა მეგობართან იყავი სამეცადინოთ. ვისთან ერთად ახარ? ვინა ხარ ასეთი? ვინა ვარ ასეთი? მე ვარ შენი ველური კატა. შენი ცხოველთა მეფე. მე ვარ შენი აღვირახსნილი ვებხვი. მოდი ჩემთან, მოდი. მამასთან. მოდი. არა. შემეშალა. მსახიობი ვარ და რეპეტიციობდი და. მსახიობია. 5 წუთში სახში მივდივართ, გარეთ გელოდები. ლექსი დაგიწერე? შენ? წაგიკითხავ. შენც დამნებდები და მომხვევ ხელებს. შემითამაშებ თვალწინ წამწამებს და უკვდავების წუთებად მიქცევ ალერში დამთვრალ სევდიან წამებს. მიდი ბიჭო, აბა ნახე, კარგი ლექსია. შეაბი უკვე, რაკენი. დაკერე უკვე ის გოგო. შემეშალა. აი მე რა მაგარი ლექსი იყო, ცუდად ვარ. ცუდად ხარ? გადაგაჩინე, გიშველე. პირველადი დახმარება, აღმოგიჩინე. ეს რა გააკეთე? გავედი მე საპირფარეშოში. არ წახვიდე. ასად არ წახვიდე. ჩემთან დარჩი, ჩვენი სიყვარული ესი არ დატოო, შანსი მომეცი. საპირფარეშოში მივდივარ. შანსი მომეცი გთხოვ. რაში მცულია? არ წახვიდე. საპირფარეშოში არ გამწვალო, თუ არა და მეც წამიყვანე თან. შენთან ერთად წამოვალ. არ დამტოვო მარგა. საპირფარეშოში უნდა გავიდე. ოკეი, მივდივართ. შენთან წავიდეთ, ბაიცე თუ ჩემთან, ბაიცე. მოდი ერთი აბა. ანუ შენთან ბაიცე. სანამ რამის გამოცხადებ, მე მინდა შენ სიურპრიზი მოგიწევ. სიურპრიზი გაკეთო. ხო, ოღონდ ეს ბევრად მოულოდნელი იქნება, იმიტომ რომ შენ ვერაფერს ვერ დაინახავ. ხო, რა ტიპი ხარ? გაგიშვებ ერთად. თან იცი რომ მიყვარს სიურპრიზები. აი ესე, რომ არ გამოიხედო.
საერთოდ როგორ ხედავდე? აიცადე, აბა შევამოწმოთ. რა ქარი მივერავს? არა. ვერაფერს. ეხლა უყურე. თუ გინდა რომ სიურპრიზი გამოვიდეს, რა საიტაც გეტყვი, იქ უნდა წახვიდე. გასაგებია? აი ესე მოტრიალდი. აი ესე და ესე წადი ახლა. წადი. და სიურპრიზი დამხვდება? მიდი. აქ არის სიურპრიზი? ხო, ეხლა გადააბიჯე, ცოტა მაღალზე ფეხი აწიე. აი ესე. აი მინისტრების სიმღერა. ეს არის ჩემი სიურპრიზი. ხო, ეგა. მადლობა, თან ხო იცი მიყვარს სიურპრიზი. ხო, ხო იცი, არ უნდა მოიხსნა. ეს ისე არის ლამაზი, თორე ის სულიერი კარგია. საქართველოს მინისტრები ვარ ვაშენებ ვაყოლებ ვანახებ ჩვენ ამ ქვეყანას იმღერი საქმე გვაქვს სამღერლად მე გარემოს დაცვის მინისტრი ვარ სახეში მღეროდი ოღონდ სპორტში არაბა აცუჯადება მე ისმე სამება გარემოს დაცვა ჩემი ვალია მაგრამ ჩემ წებში ხანხოს და ხანადარია მაგრამ მაინც მიშა მაგარია ახლა ძვერი ჰანგრამზე დაკვრის გამეგალა ხელი ტურისტებო ხეგრეგელი რაჯობია ბუნებაში სიმღერა და ქეის ახლა დიმიტრის ჭაშკინი მღერის მე განადლების და მეცნიერების გვარით რუსი და სულის და გული ქართველი მინისტრი ვარ ჭაშკინი ვარ პლაჟეს ვაბარებ განათლებამ მეცნიერებამ ეს არის მართლაც ჩვენი გამარჯვება დავარიგებ ნოუთბუქებს და ციგნებისთან და თანათან იაფდება კობალია გაგრძელება მე პატავა გოგონავარ მაგრამ დგრადალ სცენაზე სადროს ჩემი მინისტრობა მე ხომ პატალავარ ყველაზე მოლაპარაკე და განათლებული სიმინდი შემოდგომაზე მომესწრო ბიჭივით საქართველო სიმინდი არის ჩვენი გამარჯვება მოსის მადლი ბორჯომის ალი ბათუმის ბულვარის ხაშურამდე დაგრძელება არის ჩვენი გამარჯვება საქართველო ბათუმი და ეს გავს ბარსელონას მეც კი აგავს ჰიმალა
ანაკლია სიხრეხნა და არაფერი არ გავს ხომ მაგარი ფანტაზია გვაქვს აი ასეთი იყო დღევანდელი თქვენი შოუ. მომავალ სამშაბათს ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ახალი იუმორისტული პროგრამით. და დაიმახსოვრეთ, ეს ყველაფერი კეთდება თქვენთვის, რადგან ეს არის თქვენი შოუ. მიყვარხარ.